Სალამი მეგობრებო და მინდა არაჩვეულებრივი ისტორია მოგიყვეთ ჩემ შესახებ, რომელიც ბოლო დროს გადამხვდა. თუ როდეს მე ავტვირთე ეს ვიდეო, ძალიან გთხოვთ რომ ბოლომდე უყუროთ. დღეს არის 6 აპრილი და ყველაფერი ერთი თვის წინ დაიწყო, როცა თვითიზოლაციაში ვიმყოფებოდი. მოკლედ რა გითხრათ? დღეები როგორც ტყუპები. ყველაფერი დღევანდელი იგივეა, რაც გუშინდელი. ყველაფერი ხვალინდელი კი როგორც დღევანდელი იქნება. სახლიდან გასვლისას ერთი გასართობი მაინც მქონდა. ყოველ დილით მივემართებოდი ზღვასთან სავარჯიშო მოედანზე. ისე სტრესს არაფერი ხსნის როგორც ფიზიკური ვარჯიში. მაგრამ ამჯერად ისიც აკრძალულ ზონად მონიშნეს. სულიერ მდგომარეობას ისე ვერაფერი აღწერდა როგორც დღევანდელი ცარიელი ქუჩები. ამიტომ ბევრი არ მიფიქრია, ჩავალაგე ჩანთა და დავეშვი თებში. იქ წასვლამდე კი მისტერ ჯორჯს გაუვარე. სახლში ჯდომა ძალიან მომბეზრდა და კარგია რომ სოფელში ავალთ და ცოტას გავერთობთ. მაშინ დავეშვით. მე და მისტერ ჯორჯი ნამდვილი გურმანები ვართ. ამიტომ წასვლისას სუპერმარკეტში შევიარეთ და ლომად ხორცი მოვიმარაგეთ. მაგრამ როგორც კი ქალაქს გავცდით, რატომღაც გავჩერდი და უკან ბათუმისკენ მოვიხედე. ვგრძნობდი რომ თითქოს და ბრძოლის ველიდან გავრბოდი. თუმცა სინამდვილეში მარტოობას გაურბოდი. მისტერ ჯორჯმა მითხრა დამიჯერე ძმაო, ამაზე უფრო მტკივნეული ის არის, როცა სადღაც იქ შენი საყვარელი ადამიანია და მის გვერდით ყოფნაც არ შეგიძლია. სწორედ მისმა სიტყვებმა მიმახვედრა, რომ რამხელა პასუხისმგებლობა ყოფილა სიყვარული. სანამ საუბრობდით, იქვე ლამაზ ადგილას ჩამოვიჯექით და თითო ბოთლი ლუდი გავუშვით. დღეიდან ყველა მომენტით ტყვებოდით და ყველა მომენტი უნდა დაგვემახსოვრებინა. ჩვენ სოფლამდე მაღალმთიან აჭარაში გზის სავალი საშუალოდ 2-3 საათია, მაგრამ ამჯერად ნაკლები მოძრაობის გამო საათნახევარში უკვე იქ ვიყავით. საბედნიეროდ სოფელში მეტად სიცოცხლე იგრძნობოდა. ხალხი შრომაში იყო ჩართული. როგორც ბიძაჩემმა თქვა, ეპიდემიამ ხელი შემიწყო და ამდენი მუშა ხელი დამემატაო. რაფენ ხარ მეგბო, რაფენ? ვინახულეთ მონატრებული ბებიაც და მიგვიპატეჟეს სუფრასთან. ბიჭებმა გვიამბეს ერთ ზღაპრულ ადგილზე სახელად ვერნები, რომელიც აუცილებლად უნდა გვენახა. იმ ღამეს თითქმის შემოგვათენდა, მაგრამ ბიძაჩვენი შემოვიდა და გვითხრა: თუ დილით აპირეთ წასვლას, მაშინ გეყოფათ ტაშფანდურობა და დაისვენეთო. მეორე დილით მოვიმარაგეთ საჭმელი სასმისი და შეუდექით თავგადასავლიან გზას ვერნებისკენ. ბევრი ვიარეთ თუ ცოტა, მანქანა გაგვიფუჭდა. გავხსენით რადიატორი და აღმოჩნდა, რომ წყალი ადუღებულა. ავიღეთ ცარიელი ბოთლი და მდინარისკენ დავეშვი. ავავსე 2 ლიტრიანი ცივი წყლით სავსე ბოთლი და შევავსე რადიატორი. როგორც კი რადიატორი გაგრილდა, ისევ გზა შევუდექით. იქ სადაც მივედით, ცოტა თოვლი დაგხვდა. მაგრამ ამაზე კარგი სიურპრიზი ფანტასტიკური ხედი იყო. ადგილი მოგვეწონა და გადავწყვიტეთ იქვე მოგვეწყო პიკნიკი. ყველა თავისი საქმით იყო დაკავებული. ზოგი ცეცხლს ანთებდა, ზოგი კი ქვას ეზიდებოდა. ზოგი კი სამწოდეს აკეთებდა. მე როგორც ყოველთვის ვარჯიშობდი. სანამ ქათმის მწვადი მზადდებოდა, გადავწყვიტეთ რომ როგორმე გაგვეყვანა და გუნდაობა დავიწყეთ. ამ დროსაც მწვადებიც მომზადდა.
და შეუდექით ჭამას მას. მეგობრებო, სახლში და ბუნებაში ჭამა ძალიან განსხვავდება ერთმანეთისგან. აქ პურიც კი გემრიელია. და იცით, აქ ყოფნისას საერთოდ არ იგრძნობოდა, რომ სოფლიოში რაღაც ცუდი ხდებოდა. მეორე დილით დიძაჩემმა ყველანი სამუშაოდ გაგუზავნა. გვითხრა რომ სახლის გაღმა რომ ტყეა, იქ ღობეა გასაკეთებიო, მაგრამ სახლის გაღმა კი არა, ჯერ ერთი მთის გაღმა გავედით. შევისვენეთ, შემდეგ კიდევ ვიარეთ და მეორე მთასაც კი გადავწდით. რომ ცოდნოდა ამდენს ვივლიდით, ფეხის გამომდგმელი არ ვიყავით, მაგრამ უკან დაბრუნებას უკვე აზრი აღარ ჰქონდა. როგორც იქნა მივედით და დავიწყეთ ღობის შეკეთება. ამას იმისთვის ვაკეთებთ, რომ სხვისი საქონელი არ შეიპაროს, თორემ ჩვენი საქონელი დარჩება მშიერი. როგორც კი დავასრულეთ მუშაობა, ძალიან მოგშივდა და გადავწყვიტეთ იქვე პიკნიკი გაგვეწყო. ამჯერად სარდელები წამოვიღეთ და ნაკვერჩხალს ჩავახუტეთ. შეშა დაგველია. რადგან ყველაზე ნაკლებად დაღლილი მე ვიყავი, გადავწყვიტეთ თვითონ წავსულიყავი ტყეში შეშის მოსატანად. გავიდა 9 საათი. ჩემო, გაგვიმარჯოს, მაგრამ ხომ დიდი ხანი არ მოსულა და მე ვიკითხოცა და აგი ვეჭველი ვარ ჯიშურს. როცა უფრო მეტი დრო გავიდა, ჩემი კომპანიონები ცოტა შეშფოთდნენ და დაიწყეს ჩემი ძიება. ბოლოს ვიფიქრეს, რომ ალბათ სახლისკენ წავიდაო და მაშინ დაბრუნება გადაწყვიტეს. და ეს იყო მათი ყველაზე დიდი შეცდომა. როგორც კი ისინი სახლში მივიდნენ, არც იქ ყოფილვარ. საიდან ვიქნებოდი, როცა იმ დროს ტყეში გონების გარეშე მკვდარივით მიგდებული ვიყავი. და ყველაფერი იმ მომენტიდან დაიწყო, როცა შეშის მოსატანად წავედი. ბავშვობაში ხშირად ვჭამდით წითელ ფხალას, რომელიც ხშირად ტყეში გვხვდებოდა. მაგრამ ამჯერად არ გამიმართლა და ალბათ რაღაც შხამიანი ბალახი შემხვდა. რამდენიმე წუთში გონება გაბრუვდა. სულ და მავიწყდა, საიდან მოვედი და ალბათ დავიკარგე. ვიგრძენი შიში. მაგრამ აღარ მახსოვდა ვინ ვარ და აქ რას ვაკეთებ. რა დროსაც უცებ სულ სხვაგან აღმოვჩნდი. ვიფიქრე, რომ ალბათ მოვკვდი და სადღაც ლიმბოში გავეჭედე. ნუ გეშინია, არ მომკვდარხარ. ეს გოგო ძალიან მეცნობოდა, მაგრამ ვერ ვიხსენებდი საიდან. თუმცა თვითონ ისე მიყურებდა, თითქოს და მთელი ცხოვრება მიცნობდა. მიცვალებული ვერ გზნობს შიშს. შენი გული კი ამით სავსეა. შემდეგ ზღვასთან ახლოს გავჩნდით. ძალიან მციოდა. გაიხადე ზედა და უფრო გათბები. აქ რა, ყველაფერი პირიქითაა? უპასუხე მე. გავიხადე და მართლაც სიცივის გრძნობა გამიქრა. ეს რა ადგილია? ის ადგილია, სადაც ადრე თუ გვიან დაბრუნდები. დაბრუნდები? საიდან? იქედან, სადაც ახლა წახვალ. იმავე დროს სახლში დუმილი იყო. რა დროსაც ფანჯარიდან ჩემი გამოსახულება დაინახეს. არ ვიცი ზუსტად რამდენი ხანი არ ვიყავი, სად წავიღე მაისური. მაგრამ მახსოვს, რომ შინ დაბრუნება ძალიან გამიხარდა. და ამაზე არ სრულდება ჩემი ისტორია, მეგობრებო. რამდენიმე დღეში ბათუმში დაბრუნება გადავწყვიტეთ. ქალაქში შესვლისას მანქანებს აჩერებდნენ. ხალხი ლაზარეთში შეყავდათ და სიცხეს უზომავდნენ. საბედნიეროდ ჩვენ არაფერი აღმოგვიჩნდა და გაგვიშვეს. სახლში დაბრუნებისას მეც მინდოდა რამე წვლილი შემეტანა ამ ყველაფერში, მათთვის, ვინც თვითიზოლაციაში იმყოფებოდა. ამიტომ გავაკეთე აქცია დარჩი სახლში და ყველა მომხმარებელს ჩემი საფირმო პროდუქტი, სავარჯიშო ესპანდერები სრულიად უფასოდ გადავეცი.
დილიდან საღამომდე შეუსვენებლად მუშაობდით და ასობით ხალხს მოემსახურეთ. დაღლილ და კანცული ფიქრებმა სანაპიროსთან მიმიყვანა. გვერდით კი ვიღაც გოგო გამოჩნდა. ვერ ვიხსენებდი საიდან მეცნობოდა. მან კი ისე შემომხედა, თითქოს და მთელი ცხოვრება მიცნობდა.